შენი აზრით, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორები, რომლებიც ამ სეზონში ევროპულ სცენაზე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ქულების დაკარგვა ჩვენზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ფეხბურთის ნებისმიერ ლეგენდასთან წარსულის თუ აწმყოს, საუბარი რომ შეგეძლოს, ვის აირჩევდი და რას კითხავდი მას იმ გამოცდილებაზე, რომელიც საფეხბურთო სამყაროში მიუღია. სალამი ედერსონ, შენთან საუბარი სასიამოვნოა. მსოფლიოსა და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან საუბარი ჩემთვის დიდ პატივს წარმოადგენს. პირდაპირ შეკითხვაზე გადავალ და პირველ რიგში პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონზე შენი აზრი მაინტერესებს. ნიუკასლისა და არსენალის წინააღმდეგ სიტიმ რამდენიმე ქულა დაკარგა. შენი აზრით, რა გავლენა იქონია ამ მატჩებმა გუნდის მორალზე და როგორ უდგებით წინსვლის საკითხს? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ქულების დაკარგვა ჩვენზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. თუ არ ვწდები, ამ სეზონში ჯერ კიდევ 95 თუ 96 ქულაა დარჩენილი, რომლისთვისაც უნდა ვითამაშოთ. კიდევ ბევრი რაღაც მოხდება. რა თქმა უნდა, ყველა თამაში განსხვავებულია. ჩვენ მიერ ჩასატარებელი მატჩების რაოდენობის გათვალისწინებით, ზოგი გუნდი ქულებს მოიპოვებს, ზოგი კი დაკარგავს. თანდათან ყველაფერი რთულდება, თუმცა ამ ეტაპზე მეორე ადგილზე ვიმყოფებით. სეზონის განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვლება. თუმცა იმედი მაქვს, რომ სტაბილურობას შევინარჩუნებთ და ამ ცვლილებების მიუხედავად სატურნირო ცხრილის სათავესთან ახლოს დავრჩებით. ჩემპიონთა ლიგის კამპანია კარგად დაიწყეთ. და შენი აზრით, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორები, რომლებიც ამ სეზონში ევროპულ სცენაზე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ? რა თქმა უნდა, ამ წელს ტურნირი მთლიანად შეიცვალა. შესაბამისად, ჯერ კიდევ იმის გააზრების პროცესში ვარ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მას საკმაოდ ჩახლართული სქემა აქვს და ეს აბსოლუტურად ახალი ტურნირია. ამასთანავე ის საკმაოდ რთულია. ვიცით, რომ როდესაც შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფებში გადავალთ, ყველაფერი ძველებურად იქნება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ლიგის ფაზაში ბევრად უფრო მეტ თამაშს ვატარებთ და მეტი მოგზაურობა გვიწევს. თუმცა გუნდი კარგ პოზიციაზე იმყოფება, მაღალ დონეზე ვასპარეზობთ და ტიტულისთვის საბრძოლველად სასურველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ორ შეხვედრაში შესაძლოა ბევრი რაღაც მოხდეს, თუმცა ჩვენი გუნდი ევროპაში უფრო კონსოლიდირებულია. პირველი შეხვედრა, რომელიც ინტერთან გავმართეთ, ძალიან რთული გამოდგა. მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ისინი თავს ჩინებულად იცავენ და კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ გადადიან. მიუხედავად იმისა, რომ მოგება შეგვეძლო, მიღწეული შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ და მომდევნო შეხვედრაში ძალიან კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ამგვარად ასპარეზობას განვაგრძობ. თამაშები უნდა მოვიგოთ და ახლა კვლავ ლიგაზე ფოკუსირების დროა. იმის გათვალისწინებით, რომ შტეფან ორტეგაც ნიჭიერი მეკარეა, როგორ აბალანსებთ თქვენ ორ შორის კონკურენტულ დინამიკას და ამავდროულად ინარჩუნებთ ძლიერ გუნდურ სულისკვეთებას? მაღალ დონეზე თამაში ჩვენი გუნდის ყველა წევრს შეუძლია. ისინი აქ სწორედ ამის გამო არიან. შეხვედრაში ჩართვა ნებისმიერ მოთამაშეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია. პატარა შემადგენლობა გვყავს, თუმცა ასპარეზობისთვის ყველანი მზად ვართ. საკლუბო დონეზე წარმატების მიღწევის შემდეგ, რა მიზნები გაქვთ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად? განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატთან მიმართებით და შენი აზრით, რა გავლენის მოხდენა შეგიძლია ამ ტურნირზე? კოპა ამერიკა უკვე მოიგე და ერთადერთი ტიტული, რაც სანაკრებო დონეზე დაგჭა მოსაგები, მსოფლიოს ჩემპიონატია. დიახ, ეს სიმართლეა. ეროვნული ნაკრები არის უკანასკნელი ადგილი, სადაც ტურნირები დამრჩა მოსაგები. იმ ტურნირებიდან, რომლებზეც მითამაშია, ეს არის ერთადერთი, რომელიც ჯერ არ მომიგია. ეროვნულ ნაკრებში ამჟამად დელიკატური მდგომარეობაა. ერთგვარი გარდამავალი პერიოდი გვიდგას. ახალი მწვრთნელი ყავს, რომელსაც ახალი იდეები აქვს. შემადგენლობა ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რაღაცის გაუმჯობესება გვჭირდება. თუმცა იმედის მომცემ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჯერ მზად არ ვართ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ სასურველ მდგომარეობას მივაღწევთ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად, როგორც ინდივიდუალური,
ასევე კოლექტიური თვალსაზრისით საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. ჯერ ასეთ ფორმაში არ ვართ, თუმცა აუცილებლად ვიქნებით. ამას დრო სჭირდება. უმაღლესი დონის მოთამაშეები გყავს. თუმცა ახალ მწვრთნელს თავისი იდეების განხორციელების საშუალება უნდა მივცეთ. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ერთი მხრივ გყავს მწვრთნელი, რომელიც ამ პოზიციას 10 წელი აიგავებს და მეორე მხრივ მწვრთნელი, რომელმაც გუნდის სადავეები ახლახან ჩაიბარა და ახალი იდეები აქვს. ვიცით, რომ კომაგებს მოთმინება არ ყოფნით, თუმცა მათ, ვინც ყოველდღიურად თვალს გვადევნებს, იციან, რომ გუნდში მაღალი დონის მოთამაშეები არიან და ყველანი ვირჯებით იმისთვის, რომ გამვითარდეთ. ფეხბურთის ნებისმიერ ლეგენდასთან წარსულის თუ აწმყოს, საუბარი რომ შეგეძლოს, ვის აირჩევდი და რას კითხავდი მას იმ გამოცდილებაზე, რომელიც საფეხბურთო სამყაროში მიუღია. ეჭვგარეშეა, რომ როჟერიო სენის ავირჩევდი. ის არის ადამიანი, რომელთანაც უკვე ბევრი მისაუბრია. მასთან ინტერვიუც კი მაქვს ჩაწერილი და თავისი განათლების, კომუნიკაციის უნარებისა და ცოდნის კუთხით, რომელსაც სხვა ადამიანებს არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ ზოგადად ცხოვრების თვალსაზრისით გადასცემს, უნიკალური პიროვნებაა. მასთან თითოეული საუბრისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გაკვეთილს ვესწრები. ის ყოველთვის მასწავლის და მე ყოველთვის ვსწავლობ. თუ ოდესმე ეჭვი მაწუხებს, ან კითხვა მიჩნდება, მე სწორედ მას ვესაუბრები. შესანიშნავი პასუხია და ვიმედოვნებ, რომ შენც მსოფლიოს ჩემპიონი გახდები. როჟერიო სენის მსგავსად, რომელმაც ეს 2002 წელს მოახერხა. შენ მანჩესტერ სიტისა და სელესაოს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დიდი მადლობა.